ასეთი ამაღლებული გრძნობით, ასეთი ბედნიერი, ძალიან დიდი ხანია პირადად მე არ ყოფილვარ და ხედავ თითოეულ საჩხერილს და არა მარტო საჩხერილს, რომ ყველას ძალიან დიდი გამარჯვების მოლოდინი აქვს სახეზე აღბეჭდილი. დიდება უფალს ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ლაშა ოქროს მედალს მოიპოვებს და საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ დიდებას. მოგებას. იმედია მოვიკებთ. იმედია წარმატებით დასრულდება ჩვენ და საზღაროება. არაფერს არ აღგვეც ნაძახი. გამარჯვება მინდა რომ მინდა მოლოდინი რა ვიცი. არც ერთხელ არ შეურცხევი არ ჯერა და რა ვიცი დღეს რა სიზამს რა ვიცი. გამარჯვების მოლოდინი მაქვს რა. რეპორტაჟი ველოდრომიდან მიღწევა ნებისმიერი მოკლევისთვის ძებზე 2 ოლიმპიური თამაშების ორივე ლაშა-ტალახაზის სახით და საჩხერეს არაგია მაღალი რანგის სპორტსმენები განსაკუთრებით ძალოსნობაში თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე. რომელი საქართველოს გიყვარს პირველ შეიძლება პირველად დაიმარცხება ვისაც ნაგლები საკუთარი ცოლა აქვს, ლაშა ამაჩვენებლით ჯობნის ივანოს უბრალოდ მის პირადი უნიშნელო ფაქტი. Tașa suluțau პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ მედალს. კიდევ ერთხელ გვასახელა, ოლიმპიური მედალი ეს არის უდიდესი მიღწევა სპორტსმენისთვის. კიდე რავი მთელი ემოციით, რა ვიცი, არ ვიცი რას გამოვხატავ. მიამაყება რომ საჩხერელია, მიამაყება რომ ესეთები ვართ საჩხერელები და ყველაფერში გამარჯვებას უსურვებს საჩხერეს. რა ვიცი, წარმატებებს უსურვებ ლაშას ყველაფერში და საომავლო კარიერაშიც და ყველაფერში. რა ვიცი, თუ უკეთესი კარიერა თუ კიდე შეიძლება აღარ ვიცი. პირველი ემოცია ის არის რომ ფაქტურად ვეღარ ვლაპარაკობ და ვეღარ ვსაუბრობ. გულოცავ ლაშას, მის ოჯახს, საჩხერეს სრულიად საქართველოს ეს იყო ფაქტურად უპრეცედენტო მოვლენა. ალბათ
დღევანდელ რეალობაში და კიდევ ერთხელ მინდა კიდევ წარმატებები უსურვო როგორც ლაშას, ასევე თურმანიძეს. ეს იყო მართლაც ბოლოდინით, ეს იყო ბოლოდინით, იმიტომ რომ დღეს ორი ქართველი სპორტსმენი ავიდა პარსბეხზე და მახარებს ის რომ ლაშამ თავის დანაპირები შეასრულა ის რაც მან თქვა ზუსტად რამოდენიმე თვის უკან საჩხერეში მათი გაცილების დროს და მაშინ მე გამოთქვი ესეთი ვარაუდი და მივმართე საჩხერის მოსახლეობას რომ ალბათ საჩხერე იქნებოდა სწორედ ის პირველი მუნიციპალიტეტი რომელიც უმასპინძლებდა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს ახთა ეს ჩვენი ასე რომ თქვა დანაპირები ჩვენი წინასწრება და კიდევ ერთხელ გულოცავ ყველას დიდი მადლობა ბიჭებს დიდი მადლობა წვნელებს დიდი მადლობა ფედერაციულ ნაკრებს გამთავრდა ყველაფერი ის რაც იყო პრობლემური ახლა ეწყება უკვე წესვა და წესვა გილოცავთ ყველას ვერ კიდე არ ვიცი რომ ვერ ვაცოცხლები გასვაც რომ იერები ალბათ ხოლმე რომ მიხვდები შედეგი სახეზე გვაქვს რას ნიშნავს ამაზე მეტი ბედნიერება არ არის დიდება უყვარს